უღრმესი მადლობა დაამსწრე საზოგადოებას, დელეგატებს, მედიასა და მიუნხენის კონფერენციის მასპინძლებს. მათ ნამდვილად შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება შეძლეს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები აქ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, არის ჩვენი საერთო ღირებულებები. მიხარია გერმანიაში დაბრუნება. აქ წინა წელსაც ვიყავი, თუმცა სენატორის სტატუსით. მე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი და ხუმრობით ვუთხარი, რომ ახლა ორივე სხვა თანამდებობებს ვფლობთ. ახლა დროა ჩვენ, ვისაც ხალხმა პოლიტიკური ლეგიტიმაცია მოგვანიჭა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ხალხის საკეთილდღეოდ. მიუნხენში ყოფნისას მოვასწარი ქალაქში გამესეირნა და გულწრფელად განსვიფრებული დავრჩი იმ გულთბილი მასპინძლობით, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა გამოხატავს და ეს ყველაფერი გუშინდელი თავზარდამცემი თავდასხმის ფონზე. მიუნხენში ადრე ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვედი. ის დღესაც აქ არის ჩემთან ერთად. მე ყოველთვის მიყვარდა ეს ქალაქი და მისი ხალხი. სურს ჩემი თქვენ და მე მხარდაჭერა გამოვხატო და მწუხარება გამოუთქვა ამ ტრაგედიის გამო. ჩვენ ამ ტკივილს ვიზიარებთ და ვლოცულობთ თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. ვიმედოვნებ, ჩემი სიტყვით გამოსვლისას ეს უკანასკნელი ტაში არ იქნება, რომელსაც მივიღებ. დღეს ჩვენ აქ უსაფრთხოების საკითხის განსახილველად შევიკრიბეთ. როგორც წესი, ასე დროს საუბარია გარე მტრულად განწყობილ ძალებზე. ამ დარბაზში ახლა მრავალი გამოცდილი სამხედრო ლიდერი იმყოფება და უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ტრამპიც ღელავს ევროპის უსაფრთხოებაზე. მას მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლებელია დაიდოს რაციონალური სამშვიდობო შეთანხმება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ მომდევნო წლებში ევროპამ მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საფრთხე, რომელიც მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან მიმართებით, არ მომდინარეობს არც რუსეთიდან, არც ჩინეთიდან, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოდან. მე არ ვსაუბრობ ახლა საფრთხეზე, რომელიც გარედან ემუქრება ევროპას. საფრთხე, რომელზეც მე ახლა გიყვებით, ევროპას შიგნიდან ემუქრება. ეს არის იმ ფუნდამენტური ღირებულებებისგან დაშორება, რომელსაც ევროპა ჩვენთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იზიარებს. გაოცებული ვიყავი, როდესაც ყოფილ ევროკომისარს ვუსმენდი, თუ როგორ ბედნიერად ყვებოდა ტელევიზიაში, რომ რუმინეთის მთავრობამ სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმა არჩევნების შედეგები. მან ყველა გააფრთხილა, რომ თუ საქმე გეგმის მიხედვით არ წავიდო და ანალოგიური პროცესი განვითარდებოდა გერმანიის არჩევნების შემთხვევაშიც. ასეთი ინდიფერენტული განცხადებები ამერიკელი მოქალაქეებისთვის რთული მოსასმენი იყო. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ის, რასაც ვაფინანსებდით და მხარს უჭერდით, კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზიარო დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი დაწყებული უკრაინის პოლიტიკიდან, დამთავრებული ციფრული ცენზურით, დემოკრატიის დასაცავად კეთდებოდა. თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები არჩევნების შედეგებს აუქმებენ და მაღალჩინოსნები სხვა არჩევნების გაუქმებითაც იმუქრებიან, იძულებული ვართ ვკითხოთ საკუთარ თავებს, თუ დემოკრატიის რამდენად მაღალი სტანდარტი გვიჭირავს. მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენ ერთ გუნდში ვართ. ჩვენ დემოკრატიაზე საუბრის გარდა სხვა რამეც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ დემოკრატია პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება ცივი ომის დროს არსებული სიტუაცია. ჩვენ დემოკრატიის მცველები ვეწინააღმდეგებოდით ამავე კონტინენტზე არსებულ ვერაგ, ტირანულ რეჟიმს. ამ ტირანულ რეჟიმში სახელმწიფო აწესებდა ცენზურას, ხურავდნენ ეკლესიებს, აუქმებდნენ არჩევნებს. განა ისინი კარგი ბიჭები იყვნენ? რა თქმა უნდა არა, და მადლობა ღმერთს, რომ ისინი ცივ ომში დამარცხდნენ. ისინი დამარცხდნენ, რადგან ვერ აფასებდნენ იმ ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ცნებას, რასაც თავისუფლება ჰქვია. თავისუფლება ექსპერიმენტების, თავისუფლება შეცდომის დაშვების, თავისუფლება გამოგონების და რაიმეს შექმნისთვის. დამტკიცდა, რომ იძულების გზით ინოვაციას და კრეატიულობას ვერ შექმნით. ისევე როგორც შეუძლებელია ადამიანებს უკარ ნახოთ, თუ რა უნდა იფიქრონ, რა უნდა შეიგრძნონ, ან რის უნდა სწამდეთ. დღეს სამწუხაროდ, როდესაც ევროპას ვუყურებ, გაუგებარია ჩემთვის, თუ რა დაემართათ ცივ ომში გამარჯვებულ რამდენიმე ქვეყანას. ვუყურებ ბრიუსელს. ეს არის ადგილი, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი სოციალურ მედიებს დახურავენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დროს, როგორც კი რომელიმე მომხმარებელი სიძულვილის ენას გამოიყენებს.
ამ ქვეყანაში, გერმანიაში პოლიციამ რეიდები ჩაატარა ინტერნეტში ანტიფემინისტური კომენტარების გამო, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცველები მიზოგინიასთან ბრძოლის მიზეზით ამართლებდნენ. გადავინაცვლოთ შვედეთში, სადაც 2 კვირის წინ დააკავეს ქრისტიანი აქტივისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყურანის დაცვაში, რა დროსაც მისი მეგობარი მოკლეს. შვედმა მოსამართლეებმა გულგრილად აღნიშნეს, რომ შვედეთის კანონმდებლობა იცავს გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა ვციტირებ, ის არ ანიჭებს პირს თავისუფლებას გააკეთოს ან თქვას რაიმე სარისკო რელიგიური უმცირესობების მიმართ. To do or say anything without risking offending the group that holds that belief. და ბოლოს ალბათ ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი, რაც ჩვენს მოკავშირე დიდ ბრიტანეთში მოხდა, სადაც ალბათ ლიბერალურმა პოლიტიკამ ყველაზე მეტად დაასუსტა მორწმუნე ბრიტანელები. დაახლოებით 2 წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ დააპატიმრა ადამ სმით კონორი, 51 წლის ფიზიოთერაპევტი და არმიის ვეტერანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის აბორტის კლინიკიდან 50 მეტრის დაშორებით რამდენიმე წუთის განმავლობაში ლოცულობდა. ის არავის აწუხებდა, არავისთან კომუნიკაციაში არ შესულა, უბრალოდ ჩუმად იდგა და ლოცულობდა. მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ის შეამჩნიეს და დაინტერესდნენ თუ რისთვის ლოცულობდა, ადამმა მარტივად უპასუხა, რომ ის მისი არდაბადებული ბავშვისთვის ლოცულობდა, რომელიც მისმა მეგობარმა გოგონამ იმავე კლინიკაში მოიშორა. პოლიციამ ადამი დააკავა გაუგებარი ბრალდებით, რომელიც გულისხმობს, რომ ბრიტანეთში არ შეიძლება 200 მეტრის მანძილზე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც პოტენციური აბორტის გამკეთებლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს. ადამი იძულებული გახდა ათასობით ფუნტი გადაეხადა საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ. ვისურვებდი, რომ რასაც ახლა ყვები სისულელე იყოს, უბრალოდ ცუდად დაწერილი კანონები, თუმცა ეს ასე არ არის. სულ რამდენიმე თვის წინ, ოქტომბერში, შოტლანდიის მთავრობამ წერილი გაუგზავნა ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო ზონაში მყოფ ოჯახებს, რომ მათ სახლებში ლოცვაც კი შეიძლება არ უღებდეს კანონმდებლობას. უნებრივია ადგილობრივმა მთავრობამ მოგვიანებით წაახალისა მოქალაქეები, რომ კანონის პოტენციურად დამრღვევი ადამიანების შესახებ პოლიციისთვის შეეტყობინებინათ. შიშო ბრიტანეთსა და მთელს ევროპაში სიტყვის თავისუფლება საფრთხის წინაშეა. კომედიისა და გულწრფელობის ჟანრში ვაღიარებ, რომ ცენზურის ყველაზე მკაფიო მაგალითები ხშირ შემთხვევაში ჩემს ქვეყანაში ფიქსირდებოდა. წინა ადმინისტრაცია ჩაგრავდა და აიძულებდა სოციმედია კომპანიებს დაეცენზურებინათ ეგრეთ წოდებული დეზინფორმაცია. ისეთი დეზინფორმაცია, მაგალითად, როგორიცაა ცნობა კორონავირუსის შესახებ, რომ ის ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ჩვენს წინა მთავრობამ აიძულა სოციალური მედიის კომპანიები მისი მოქალაქეები დაეცენზურებინათ სიმართლის თქმის გამო. ასე რომ დღეს მე თქვენ წინაშე წარვდექი არა მხოლოდ ჩემი დაკვირვებების მოსაყოლად, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის შემოთავაზება გამეკეთებინა. ბაიდენის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობდა გაეჩუმებინა ამერიკელი მოქალაქეები. პრეზიდენტი ტრამპი კი მაქსიმალურად შეეცდება საპირისპირო რამ გააკეთოს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ. ვაშინგტონს უკვე ახალი შერეფი ჰყავს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ჩვენ შეიძლება ბევრ რამეში არ დაგეთანხმოთ. თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა სადავო საკითხი საჯაროდ იქნას განხილული. დღეს უკვე იმ დონემდე დავეცით, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს აბსურდულ სადაზვერვო ინფორმაციასა და მეზობელი სახელმწიფოებიდან წამოსული ზემოქმედების გამო. როგორც მე გავიგე, ბრალდების მიხედვით, რუსეთის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ დიდი გავლენა მოახდინა რუმინეთის არჩევნებზე. მე ვთხოვ ჩემს ევროპელ კოლეგებს ამ მოვლენას განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედონ. რასაკვირველია, შეგიძლიათ ცუდ ფაქტად მიიჩნიოთ ის, რომ რუსეთმა სოციალურ მედიაში დეზინფორმაციული სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რათა არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ჩვენ ასე მიგვაჩნია, თუმცა თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება რამდენიმე ასობით ათასი დოლარის მეშვეობითაა შესაძლებელი, იქნებ დაფიქრდეთ იმაზე, რომ თქვენი დემოკრატია არც ისე მყარ ფეხებზე იდგა.
კარგი ამბავი ის არის, რომ ჩემი აზრით, თქვენი დემოკრატიული სისტემები გაცილებით სიცოცხლის უნარიანია, ვიდრე სხვები მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე გულწრფელად მჯერა, რომ თუ თქვენს მოქალაქეებს აზრის გამოთქმის საშუალებას თავისუფლად მისცემთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს დემოკრატიას. მოდით კვლავ დაუბრუნდეთ მიუნხენს და დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებს, რომლებაც აუკრძალეს მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტებს დასწრებოდნენ ამ კონფერენციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის აუცილებელი ყველაფერზე ვთანხმდებოდეთ. თუმცა, როდესაც ხალხი ითხოვს წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვას, აუცილებელია, რომ ყველა მხარე ერთმანეთთან საუბრობდეთ. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელია საბჭოთა კავშირის მეთოდების, დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების შიშით მანიპულირება და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიჩქმალვა. ასევე დაუშვებელია, რომ გაუქმდეს ხალხის მიერ არჩეული კანდიდატის უფლებამოსილება. Soviet era words like misinformation and disinformation, who simply don't like the idea that somebody with an alternative viewpoint might express a different opinion or, God forbid, vote a different way or, even worse, win an election. ეს უსაფრთხოების კონფერენციაა და მე დარწმუნებული ვარ თითოეულმა თქვენგანმა სიტყვა მოამზადა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტები მომდევნო წლების განმავლობაში. ეს შესანიშნავი იდეაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ამ კონტინენტის თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის. ვფიქრობთ, აუცილებელია გარკვეული ბალანსი არსებობდეს. ევროპამ უნდა დაიცვას საკუთარი კონტინენტი. პარალელურად კი ამერიკა დაიცავს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მოწყვლად წერტილებს. მაგრამ თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. როგორ უნდა შეადგინოთ გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტები, თუ ისიც კი არ ვიცით, თუ რას ვიცავთ უპირველეს ყოვლისა? მე უკვე ძალიან ბევრი რამ გავიგე უაღრესად პროდუქტიული დისკუსიებიდან. გასაგებია ის, თუ რისგან იცავთ თავს. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია. თუმცა ჩემთვის ბუნდოვანია ის საკითხი, თუ რისთვის იცავთ თქვენ თავს. რა არის ის პოზიტიური მომავლის ხედვა, რომლისაც ერთად უნდა გვწამდეს და რომლისკენაც ერთად უნდა ვისწრაფოდეთ? What is the positive vision that animates this shared security compact that we all believe is so important? მე ღრმად მწამს, რომ არ არსებობს უსაფრთხოება, თუ თქვენ საკუთარი მოქალაქეების აზრის გეშინიათ. The opinions and the conscience that guide your very own people. ევროპას მრავალი გამოწვევა აქვს, მაგრამ კრიზისი, რომელსაც ახლა ეს კონტინენტი განიცდის, ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანს ეხება და ამ კრიზისის გამომწვევებიც თავად ვართ. თუ თქვენ საკუთარი ამომრჩევლების ხმების გეშინიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს თქვენთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ისევე როგორც თქვენ არ შეგიძლიათ ამერიკელ ხალხს რაიმე გაუკეთოთ. იმ ამერიკელ ხალხს, რომელმაც მე და პრეზიდენტი ტრამპი აგვირჩიეს. მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატებით იქნება შესაძლებელი პოზიტიური მომავლის შექმნა, რადგან ეს არის გარანტორი იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების დაკვეთას შევასრულებთ. თუ გსურთ არსებობდეს კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, თუ გსურთ არსებობდეს ხელმისაწვდომი ენერგორესურსები და მიწოდების ჯაჭვები, მაშინ ამისათვის საჭიროა დემოკრატიულად მიღებული სახელისუფლებო მანდატები. შეუძლებელია დემოკრატიულად მოგენიჭოთ მართვის მანდატი, თუ კი თქვენს ოპონენტებს აცენზურებთ და ციხეში სვამთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს პიროვნება ოპოზიციის ლიდერი იქნება, მორწმუნე ქრისტიანი თუ უბრალო ჟურნალისტი. ასევე არ შეიძლება დაბლოკოს საზოგადოების ის ხმა, რომელიც კითხულობს, თუ ვინ იქნებიან იმავე საზოგადოების წევრები. ყველა იმ პრობლემასა და გამოწვევას შორის, რომელსაც ევროპის ქვეყნები ახლა აწყდებიან, ჩემი აზრით არ არსებობს უფრო გადაუდებელი, ვიდრე მასობრივი მიგრაცია. დღეს ამ ქვეყანაში 5-დან 1 ადამიანი სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, რაც რასაკვირველია ყველა დროის რეკორდია. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იგივე პრობლემა არსებობს. იქაც რეკორდულ ნიშნულს ვაფიქსირებთ. 2021-2022 წლებში ევროკავშირში შესული მიგრანტები არაევროკავშირის ქვეყნებიდან თითქმის გაორმაგდა და რასაკვირველია, მას შემდეგ კიდევ უფრო მოიმატა მიგრანტების რიცხვმა. რასაკვირველია, ეს შედეგი თავისით არ დამდგარა. ეს რეალობა მოიტანა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ კარგად გააზრებულმა გადაწყვეტილებებმა უკანასკნელი 10 წლეულის განმავლობაში.
გუშინ ჩვენ მიუნხენში ამ პოლიტიკის შედეგად დამდგარი საშინელებები ერთად ვიხილეთ. რასაკვირველია ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ ისე, რომ არ ვახსენოთ უდანაშაულო ხალხი, რომელთა ცხოვრებაც განადგურდა. ჩვენ ვილოცებთ და ბოლომდე გვერდში დაუდგებით დაზარალებულებს. თუმცა ისმის შეკითხვა, რატომ მოხდა ეს საერთოდ? ეს საზარელი ისტორიაა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ძალიან ხშირად განმეორებადი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავშესაფრის მაძიებელი, როგორც წესი, ახალგაზრდა მამაკაცი 20-დან 30 წლამდე ასაკით, რომელიც პოლიციისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, მანქანით შევარდება საზოგადოების თავშეყრის ადგილში და ფიზიკურ ზიანს აყენებს უამრავ ადამიანს. რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ ერთი და იგივე ისტორია, სანამ არ შევცვლით არსებულ პოლიტიკას და დავსახავთ ახალ საზიარო მიდგომას ჩვენი ცივილიზაციის საკეთილდღეოდ. არც ერთი ამომრჩეველი ამ კონტინენტზე არ მიდის საარჩევნო ურნასთან და ხმას არ აძლევს იმისათვის, რომ მილიონობით თავშესაფრის მაძიებელმა წალეკოს მათი ქვეყნები. იცით ხალხი რას აძლევს ხმას? ინგლისში ხალხმა მოგწონთ თუ არა ეს, ხარი დაუჭირა ბრექსიტს. რაც უფრო დრო გადის, ხალხი უფრო და უფრო მეტად უჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ პარტიებსა და ფიგურებს, რომლებიც მათ უკონტროლო მიგრაციის დასრულებას პირდება. მე მათ ვეთანხმები, თუმცა არ არის აუცილებელი ყველა ჩემს აზრზე იყოთ. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ხალხს მათი მომავალი ადარდებს. მათ ადარდებთ თავიანთი ოცნებები და უსაფრთხოების საკითხი. მათ ადარდებთ შეძლებენ თუ არა საკუთარი შვილების გამოკვებას. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხალხი ბრძენია. ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემი ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ვისწავლე. სრულიად საპირისპიროს ამბობენ დავოსში. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანები გლობალურ ეკონომიკაში ჭანჭიკების როლს ასრულებენ. Or as interchangeable cogs of a global economy. And it's hardly surprising that they don't want to be shuffled about or relentlessly ignored by their leaders. დემოკრატიის მთავარი მოვალეობაა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები საარჩევნო ყუთებთან მისვლით გადაიჭრას. ჯერა რომ ხალხის სურვილებისა და ნების უარყოფა და რაც უფრო უარესია, მედიებისა და არჩევნების გაუქმება არავის არაფრისგან არ იცავს. Or shutting people out of the political process protects nothing. პირიქით, ეს ნაბიჯები ყველაზე სწრაფი საშუალებაა დემოკრატიის განადგურებისთვის. საჯარო დაზრის გამოთქმა არჩევნებში ჩარევას არ ნიშნავს. მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი უცხოელია და მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი ძალიან გავლენიანია. დამერწმუნეთ, ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ თუ ამერიკულმა დემოკრატიამ გრეტა ტუნბერგის საყვედურებს 10 წელი გაუძლო, თქვენც არაფერი დაგიშავდებათ ილონ მასკის რამდენიმე თვიანი პოლიტიკური აქტივიზმის შედეგად. მაგრამ ის, რასაც ვერც ამერიკული, ვერც გერმანული და ვერც სხვა ევროპული დემოკრატიები გადაურჩებიან, არის მათი მილიონობით ამომრჩევლის ნებისა და სურვილების უარყოფა. Their pleas for relief are invalid or unworthy of even being considered. დემოკრატია დგას იმ ფუნდამენტურ ბაზისზე, რომ ხალხის აზრი მნიშვნელოვანია. There's no room for firewalls. არ არსებობს საშუალება, ამ პრინციპს ან იცავთ, ან არა. ევროპელ მოქალაქეებს აქვთ თავიანთი შეხედულებები. ევროპელ ლიდერებს კი აქვთ არჩევანი და ჩემი ღრმა რწმენით ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მომავლის არ შეგვეშინდეს. თქვენ უნდა გაატაროთ თქვენი ხალხის ნება მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის მოულოდნელი იქნება, ან მაშინაც კი, თუ თქვენ მას არ ეთანხმებით. თუ ასე მოიქცევით, მომავალს თავდაჯერებითა და ოპტიმიზმით შეხედავთ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ხალხი გიმაგრებთ ზურგს. სწორედ ესაა ჩემთვის დემოკრატიის მთავარი ხილი. დემოკრატია არ არის უბრალოდ ეს ლამაზი შენობები, შესანიშნავი სასტუმროები, ან თუნდაც მისი ინსტიტუციები. წამდეს დემოკრატიის ნიშნავს გჯეროდეს, რომ თითოეულ მოქალაქეში იმალება სიბრძნე და მათი აზრი მნიშვნელოვანია. თუ ამ პრინციპებს დავივიწყებთ, არც ერთ ჩვენს გამარჯვებას შინაარსი არ იქნება. როგორც პაპი იოანე პავლე მეორე იტყოდა, ნურაფრის შეგეშინდებათ. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი მოქალაქეების, მაშინაც კი, თუ მათ შეხედულებებს არ ვიზიარებთ. We shouldn't be afraid of our people even when they express views that disagree with their leadership. Thank you. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.